ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად უნდა გავაგრძელოთ საუბარი სირიაზე, სირიაში შექმნილ ვითარებაზე. გუშინ, როდესაც მიმოხილვა გავაკეთე გარკვეულწილად პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ვისაუბრე ამის რეგიონალურ და სხვა შედეგებზე, არაერთი კომენტარი მივიღე, მათ შორის რომ რუკაზეც მნიშვნელოვანი იქნებოდა ამის განხილვა. ნამდვილად, თუმცა უშინდელი ანალიზის მიზანი უბრალოდ იყო სხვა და იყო ზოგადი მდგომარეობის მიმოხილვა, ყოველთვის არ არის საჭირო რომ შევხედოთ მიწაზე იქ რა ხდება კონკრეტულად. ეგ ცალკე ფორმატი არის, შეგვიძლია გავყოთ ერთმანეთისგან, ასე ჩვენთვის. ერთი ფორმატი არის, როდესაც სწორედ რუკაზე ვუყურებთ რა ხდება, როგორ ხდება, როგორ შეიძლება განვითარდეს და ასე შემდეგ, თუმცა არის ასევე საკითხები, სადაც საუბარი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამის ჩვენება რუკაზე, მათ შორის პირობითად, რაზეც წინა ანალიზში ვსაუბრობდი, თურქეთი-ისრაელის მიმართულება, სირიის როლი პოტენციური აქ და შესაბამისი ზეგავლენა. თუმცა, ვაგრძელებთ თქვენთან ერთად ასევე რუკის მეშვეობით ანალიზსაც და აგერ დღეს სწორედ შევხედავთ ამ მომენტისთვის რა მდგომარეობაა სირიაში. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ, მოიწონოთ ეს ვიდეო და ანალიზი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი არხის განვითარებისთვის. ასევე დაწერეთ თქვენი კომენტარები, მოსაზრებები, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ შეტყობინებები არხზე და შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ არხს აღწერაში მოცემული საშუალებების მეშვეობით. გადავიდეთ უშუალოდ თემაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის. გახსოვთ, რომ გუშინ ჩემს ანალიზში ვისაუბრე იმაზე, რომ პრაქტიკულად ქურთულმა ძალებმა გარკვეულწილად კაპიტულაცია ან გამოაცხადეს იმ მომენტისთვის და სთხოვეს ცენტრალურ ხელისუფლებას და თურქეთს, რომ შეწყვიტონ თავდასხმები და რეალურად წასულიყვნენ გადაწყვეტაზე ამ საკითხის დიალოგზე გარკვეულწილად, თუმცა ამავდროულად ვხედავთ, რომ განცხადებები და რეალობა მიწაზე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან და მოდით თქვენთან ერთად შევხედოთ სწორედ ამას. მაგრამ ამისთვის დღევანდელი რუკა ჯერ არ გვჭირდება და გუშინდელ რუკას დავუბრუნდეთ. ხედავთ, რომ გუშინდელი რუკა, რომელიც არ ქონდა ეს განხილვა, იმიტომ რომ არც ქონდა მნიშვნელოვანი განახლება ამ კუთხით, მეტწილად მოიცავდა სწორედ ეფრატის მდინარის მარცხენა სანაპიროზე ქურთული ძალების აქედან განდევნას და სირიის ცენტრალური ხელისუფლების ძალების გამაგრებას ერთი მხრივ აქ ეფრატის სანაპიროზე დერ-ez-ზორის მიმართულებით, მეორე მიმართულებით კი იყო ქალაქი ალ-რაკა, სადაც შესვლა მოახერხეს. მათ შორის როგორც ჩანს, აქაც ხიდი ბოლომდე ეფექტურად ვერ ააფეთქეს, შეიძლება აღადგინეს ნაწილობრივ აფეთქებული ხიდი, იმიტომ რომ ორივე ხიდი რომ ააფეთქეს, ამაზე იყო ინფორმაცია. თუმცა როგორღაც აქედან შევიდნენ სავარაუდოდ ან ცუდად იყო აფეთქებული, ან ცუდად იყო აფეთქებული და აღადგინეს, სავარაუდოდ ეს არის ყველაზე დიდი ალბათობის მქონე სცენარი. შემდგომ უკვე ალ-რაკას მიმართულებით გრძელდება ბრძოლები. და ბრძოლები კერძოდ მოიცავს ამ ჩრდილოეთ ნაწილს რაკას, სადაც არის ციხე, სადაც იმყოფება ათასობით ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. აქ და კიდევ ერთ ადგილას და განახებთ იმ ადგილს ასევე, რომელიც ასევე ციხე არის და სადაც ასევე ISIS-ის წევრები არიან. მნიშვნელოვანი ის არის ძვირფასო თანამემამულეებო, რომ ამ ციხესთან ბრძოლები იმიტომ მიმდინარეობდა, რომ ქურთული ძალების მიერ არიან დაკავებული ეს ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები და ეჭვი აქვთ, რომ ცენტრალურ ხელისუფლებამ გაათავისუფლებს. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ თავად ქალაქ რაკაში ეს მარტივი აღება ქალაქის მოხდა იმიტომ, რომ ქალაქში მოხდა აჯანყება. ქალაქის მოსახლეობის პრაქტიკულად უმრავლესობა, სრული მოსახლეობა არიან არაბები და ამ არაბებისთვის გაცილებით უფრო მისაღები არის მათი ცენტრალური ხელისუფლება, სადაც არაბები არიან ძალაუფლებაში, მათ შორის ალ-შარა არის არაბი წარმოშობით, ხოლო ქურთები მათთვის, ასე ვთქვათ, უმცირესობა არიან, რომლებსაც ქვეყანაზე მართვის სადავეები, არაბებზე მათზე მართვის სადავეები არ უნდა ჰქონდეთ.
ასეთი წარმოდგენა არის შექმნილი. გარდა ამისა, გუშინვე გააქტიურდა შეიარაღებული, ასე იგი, თავდასხმები და კონფლიქტი ამ მიმართულებით, გახსოვთ რომ ამაზეც საუბრობდი და ვამბობდი რომ სავარაუდოდ აქაც განახლდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი უკავშირდება აინისას. მართალია ახლა მკითხავთ რომ აინისაზე შეტევა რანაირად მიმდინარეობს ცენტრალური ხელისუფლების, როდესაც აქ ცენტრალური ხელისუფლება არ არის და არც ჩრდილოეთით არის სირია, არის თურქეთი. ეს ტერიტორია ჩვენ თქვენთან ერთად ანალიზში გვისაუბრია წინა ანალიზებში, რომ ეს ტერიტორია, რასაც აი აქ ხედავთ, ეს არის თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ ბუფერული ზონა ჩამოყალიბებული აქ. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ პრესაში, თურქულ მედიაში ჩნდება, რომ აინ ისას მიმართულებით აქ შეტევაზე არიან გადასული სირიის, ესე იგი, ცენტრალური ხელისუფლების ძალები, მოდით რბილად თქვათ და ეს არის ტყუილი. ძალიან რბილად. იმიტომ რომ ეს არის შეუძლებელი ფაქტიურად და თურქეთის შეიარაღებული ძალები არიან გადასული აი აქ შეტევაზე. სამხრეთიდან კი უტევენ თურქეთის შეიარაღებული ძალებთან ერთად სირიის ცენტრალური ხელისუფლების ძალები. და შემდგომი განვითარება უკვე აი ხედავთ რომ რამდენიმე მიმართულებით დერერძორის ნაწილიდან წავიდნენ წინ და უკვე ახლა მოვალთ დღევანდელ ვითარებასთან და გამიხილავთ რა მოხდა დღეს. ხედავთ რომ ეს ტერიტორია ახლა მწვანედ არის აღნიშნული, იმიტომ რომ თურქებმა გარკვეულწილად ჩააბარეს ახლა ეს ტერიტორია სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას, თუმცა რადგანაც იდენტურები არიან პრაქტიკულად, ამიტომ ვინ ვის რა ჩააბარა, კიდე დიდი საკითხავია. აინისა აღებულია და აქედან და რაქადან პრაქტიკულად ესეთი კავშირი ჩამოაყალიბეს და ამ მომენტისთვის ჩვენ ხედავთ, რომ მათ შორის აქ გადაკვეთეს დინარე და 10 ტავრას, ტაპკას მათ შორის დაუახლოვდნენ და რაქა მთლიანად უკვე კონტროლის ქვეშ არის. შემდგომი ძირითადი მიმართულება ეხლა არის კონცენტრირებული, ხედავთ რომ აი დერეჟზორის მიმართულებიდან ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრაობდნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი ეხლა რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ არის ქალაქი ალ-შადადაჰის დაკავება ცენტრალური ხელისუფლების ძალების მიერ. მდგომარეობა ამ მომენტისთვის ასეთია, ორ ნაწილად არის გაყოფილი რეალურად ეს ტერიტორიები. და კონკრეტულად ხედავთ აქ, რომ ეს ორი ნაწილი განსხვავდება მანამდე არსებული კონტროლის ზონიდან ერთი მნიშვნელოვანი მდგენელით. იმით, რომ აქ უკვე ცხოვრობენ ქურთები და არა არაბები. შესაბამისად, უნდა ვთქვა, რომ ის აჯანყება, რომელიც მოაწყეს ქურთების წინააღმდეგ სირიელებმა, არაბებმა, აი ამ ტერიტორიაზე, რაზეც ჩვენ საუბრობდით, მოხდა იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო ლოიალური ქურთული ძალების და იყო ეთნიკურად ლოიალური სირიის ცენტრალური ხელისუფლების ძალების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ახლა უკვე იმ ტერიტორიაზე, სადაც კონტროლი აქვთ დარჩენილი ქურთების ძალებს, ცხოვრობენ ქურთები და შესაბამისად მხარდაჭერა ადგილობრივი მოსახლეობისგან აქვთ სრულფასოვანი. ასეთი დასახლებული პუნქტი არის კობანი, აი აქ ხედავთ, ქალაქი კობანი, რომელიც არაბულად ასევე მას უწოდებენ აინულ არაბ, ასეთი სახელწოდება, ორმაგი სახელწოდება აქვს, ერთი არის არაბული და მეორე ქურთული, სადაც ქურთები არიან უმრავლესობაში და აი ამ მომენტისთვის, აი ამ ტერიტორიას კობანის მიმართულებით აკონტროლებენ ეს სირიის ცენტრალური ძალები აქ. და მეორე მდგენელი უკავშირდება ალ-ჰასაკა ქალაქს და ქამიშლი არის გაცილებით უფრო სიღრმეში. მნიშვნელოვანი საკითხი უკავშირდება ალ-შადადაჰს, როგორც გითხარით, რადგანაც, როდესაც შადადა კონტროლის ქვეშ აიღეს, ანუ აქეთა მიმართულებით თავდასხმა დაიწყეს ცენტრალური ხელისუფლების ძალებმა გუშინ, აქ შადადაჰში იმყოფებიან ასევე ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ციხეში. შადადაჰის ციხე. და სადაც ათასობით აი ამ ორგანიზაციის ISIS-ის ტერორისტი არის და იმყოფება. და უნდა პირდაპირ თქვა თქვენთან ერთად, რომ ცენტრალური ხელისუფლების თავდასხმის დროს მოხდა მათი გარკვეულწილად გარეთ გამოსვლა.
საინტერესო არის, რომ ქურთულმა ძალებმა, ვინც თავის დროს ეს ტერორისტები დააკავა და ეს ტერორისტები გარკვეულწილად დღევანდელი შარაას თანამოაზროვნეებიც იყვნენ და არიან რაღაც გაგებით, იმიტომ რომ ISIS-ი და Al-Qaeda შორს ერთმანეთისგან არ არიან. შეიძლება სხვადასხვა ტიპის ტერორისტული ორგანიზაციები არიან, მაგრამ მათი იდეა ნამდვილად შორს არ არის ერთმანეთისგან და რაღაც საკითხები შეიძლება საერთოდ ვთქვათ, რომ ერთი ტიპის ორგანიზაციაც არიან, ან ზოგიერთ ადგილას ერთი ორგანიზაცია არიან. მოკლედ, სერიოზული საკითხია. ამ თავდასხმის დროს ეს ტერორისტები რაღაცნაირად გარეთ აღმოჩნდნენ. ქურთებმა, რა თქმა უნდა, ამას ბრალი დასდეს ამაში ეს ცენტრალური ხელისუფლების ძალები და თქვეს, რომ ძალიან ბევრი ყოფილი ISIS-ელი, ანუ ტერორისტი ახლა არის სირიის ხელისუფლების შემადგენლობაში და ამ შეერაღებული ძალების, რაც პრინციპში მეტწილად სიმართლეა და ეს უნდა ითქვას. თუმცა აქვე საინტერესო არის, რომ ცენტრალური ხელისუფლების ძალებმა თქვეს, რომ ქურთებმა გამოუშვეს ეს ტერორისტები, რაც ცოტა არალოგიკურია, ასე ვთქვათ, რბილად, იმიტომ რომ ქურთებს ემუქრებათ საფრთხე ამ ტერორისტებისგან და არა სირიის ცენტრალურ ხელისუფლებას. შეერთებულმა შტატებმა აქეთ გამოაგზავნეს ეგრევე სპეციალური სამხედრო, ასე ვთქვათ, დანაყოფი, რომელიც უნდა აკონტროლებდეს იქ ვითარებას, იმიტომ რომ შეერთებულ შტატებს ძალიან აწუხებთ ეს ისლამური სახელმწიფო ტერორისტული ორგანიზაციის ზოგადად აქტივობა და მაგიტომაც უჭერდნენ ხარს ქურთებს, იმიტომ რომ ქურთები ებრძოდნენ ამ ISIS და განახებთ ამ კადრებს. آبا قوات امریکی ها در خط پیشی بدون قوات یمنی امریکی აი აქ არიან წარმოდგენილი ამერიკული ძალები ამ მომენტისთვის და ჩვენ როცა ვწყეთ ამას, ეს არის თბილისის დროით დაახლოებით 11 საათი 20 იანვრის, ეს ხდებოდა, ესე იგი 9 საათის წინ, ანუ გვიან ღამით გადაადგილებები. გარდა ამისა, ცენტრალური ხელისუფლება აქ ოღონდ ამ შემთხვევაში თურქეთი რეალურად, იმიტომ რომ აქ შეუძლებელია ცენტრალური ხელისუფლება რომ მუშაობდეს ტელტამრის მიმართულებით მობილიზაცია აქვს და განახებთ ამ ძალებსაც. და აქედან სავარაუდოდ აპირებენ ალ-ჰასაკას მიმართულებით ღონისძიებებს. სამხრეთის მიმართულებით აქ ხედავთ, რომ დეირ-ზორიდან არიან ამოსული საკმაოდ სერიოზულად ჩრდილოეთში, აი ამ ადგილსაც იკავებენ უკვე, შადადაჰიც დაკავებულია და პრაქტიკულად შემდეგი სამიზნე მთავარი რჩება ალ-ჰასაკა, როგორც ამას პროგნოზირებდი პრინციპში და აქეთა მიმართულებით რჩება კობანი. წინა პროგნოზებში ზუსტად ამაზე იყო ჩვენთან საუბარი. აქ ამ მომენტისთვის ცენტრალური ხელისუფლების ძალები უკვე იმყოფებიან აი აქ, ანუ ჰასაკასთან. ძალიან ახლოს ჰასაკასთან და განახებთ ახლა კადრებს ასევე. وسام يا حبيبي هاي الأضوية أضوية الاستقلال سلمية على أبو الطيب صاحب اليعروي حياكم الله. ეს არის კადრები, აქედან ჩანს որ ალ-ჰასაკასთან საკმაოდ ახლოს არიან, არაბულად საუბრობდნენ, შესაბამისად ეს კადრები არის აქედან და იქ შორს ჩანდა ალ-ჰასაკა, როგორც ნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ესე იგი გუშინ გაიმართა ასევე შეერთებული შტატების პრეზიდენტის და აჰმედ ალ-შარაას, ანუ სირიის პრეზიდენტის ერთობლივი სატელეფონო ბუნებრივია სატელეფონო ზარი და განიხილეს რამდენიმე საკითხი. პრინციპში რა შეგვიძლია ვთქვათ აქედან,
და შარა რა ინფორმაციასაც შეგვატყობინა შარამ, ანუ მისმა ადმინისტრაციამ, ანუ ტრამპისგან არ არის ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია თეთრი სახლისგან თუ რა ისაუბრეს, ან რა დასკვნები გამოიტანეს და აგერ შარას მიერ გავრცელებული, ესე იგი, ინფორმაცია ასეთია, რომ ორმა პრეზიდენტმა ხაზი გაუსვეს ერთიანი სირიული სახელმწიფოს შენარჩუნების მნიშვნელობას, ანუ ეს ნიშნავს, რომ სწორედ შარას პრიორიტეტია, რომ ერთიანობა იყოს ტერიტორიაზე, ანუ არანაირი ქურთული ავტონომია ან ქურთული დამოუკიდებლობა მით უმეტეს რომ არ არსებობდეს და ამ კუთხით შეერთებული შტატები გარკვეულწილად მიყვებიან იმ კუთხით, რომ არ აპირებენ იქ ქურთული ძალების დამოუკიდებლობის ცნობას, პრინციპში ავტონომიის შენარჩუნებაზე იყო საუბარი. გარდა ამისა, ორივე მხარემ ხაზი გაუსვა და ესეც საინტერესო ფორმულირება ქურთული მოსახლეობის უფლებების და დაცვის მნიშვნელობას სირიის სახელმწიფოს შემადგენლობაში, ანუ პრაქტიკულად ტრამპმა უთხრა შარას, რომ უნდა ქურთების უფლებები იქ დაიცვა და არ დაარღვიო დაახლოებით, რომ ვთარგმნოთ და ორივე მხარემ მნიშვნელოვანი ჩათვალეს თანამშრომლობა ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს წინა აღმდეგ მოქმედებაში. ხო, ესეც ანუ ტრამპის ნათქვამი არის რეალურად, რომ შარას დაახლოებით ტრამპმა უთხრა, რომ ISIS-ის მიმართულებით უნდა ერთად ვიმუშაოთ და არ უნდა დაუშვათ, რომ აღდგეს და არ უნდა დაუშვათ, რომ გათავისუფლდნენ და ასე შემდეგ. და ვუყურებთ ამ სიტუაციას პრაქტიკულად. აი თარგმნი შინაარსი რა არის. გარდა ამისა, გეტყვით, რომ გუშინვე დაიწყო პროტესტი მნიშვნელოვანი ერბილში და დუჰოქში, ეს არის ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ერაყის ქურდისტანი ტერიტორია ავტონომიური, ფედერალური პრაქტიკულად, სადაც ძალიან სერიოზული, შეგვიძლია თქვა და ერთადერთი ტერიტორია, სადაც ქურთები ცხოვრობენ, რომელიც აი თავისი არსით სახელმწიფოს მაგვარია. დანარჩენში არ არიან სახელმწიფო და აი ყველაზე კარგად არიან ერაყის ტერიტორიაზე ამ ესე იგი ავტონომიური რეგიონის წყალობით. გარდა ამისა, უნდა ვთქვათ, რომ გუშინვე, აი კადრებიც მინდა განახოთ, სანამ მანქეთ გადავალთ. ძალიან საინტერესო კადრები იყო. აგერ გუშინვე მოხდა მაზლუმ აბდი გაიმგზავრა კოალიციური ძალების დახმარებით დამასკოში. და აგერ ეს კადრები. მაზლუმ აბდი შეგახსენებთ, რომ არის აი ქურთული სირიის დემოკრატიული ძალების მეთაური. და დამასკოში მიმდინარეობდა მსჯელობა და ეხლა მე გაგაცნობთ ზუსტად დეტალებს ამ მსჯელობის მასსა და სირიის ხელმძღვანელს შორის აი ამ დიალოგის ან ასე ვთქვათ, რა შედეგებით დამთავრდა ეს საუბარი. გეტყვით, რომ შარას და აბდის შეხვედრა იმართებოდა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში, რომელშიც ასევე მონაწილეობას იღებდნენ სირიის თავდაცვის მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი. მაზლუმ აბდიმ, ესე იგი, პრინციპში თხოვა ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ განაახლონ სწორედ პრეზიდენტ მასუდ ბარზანის, ანუ ეს არის ირაყის ქურდისტანის პრეზიდენტი, მისი მხარდაჭერილი აი ამ შეთანხმების გაგრძელება და თავისი არსით შარამ, ესე იგი, მას შესთავაზა თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა მაზლუმ აბდის და ამავდროულად, რომ თვითონ წარადგინოს სირიის დემოკრატიული ძალების მხარდაჭერით, ასე ვთქვათ, კონკრეტულად ალ-ჰასაკას გუბერნატორის პოზიციაზე პიროვნება. და ეს უნდა მოხდეს იმ პირობით, რომ სირიის დემოკრატიული ძალები მთლიანად გაწყვეტენ ყველანაირ კონტაქტს ქურდისტანის აი ამ ესე იგი მუშათა პარტიაზე და ამავდროულად ხო ეს შეთანხმება ამ ფორმატში უნდა მოხდეს. მაზლუმ აბდიმ სთხოვა მას ან მოითხოვა, ასე ვთქვათ, რომ ეს ტერიტორიები, რაც ახლა არის, მთლიანად დარჩეს სირიის დემოკრატიული ძალების კონტროლის ქვეშ
თუმცა ამაზე პრეზიდენტმა შარაამ უარი განაცხადა და თქვა, რომ ერთადერთი გზა რომ ეს მოხდეს, აი რაც უთხრა, რომ მინისტრის მოადგილე და ალ-ჰასაკას გუბერნატორი პირბატონო შენ წარადგინე, იქნება რომ ამ ტერიტორიებზე უნდა შევიდნენ სირიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები. ამ მიმართულებით უნდა ვთქვათ, რომ მაზლუმ აბდიმ მოითხოვა 5 დღიანი პერიოდი ცეცხლის შეწყვეტის, რომლის ფარგლებშიც აბდი ამ საკითხებს განიხილავდა თავისი, ესე იგი, აი ამ მოსახლეობის წარმომადგენლებთან, ანუ ქურთული ძალების წარმომადგენლებთან. შარაამ ამაზე უარი განაცხადა და უთხრა, რომ დღის ბოლომდე, ანუ სავარაუდოდ დღევანდელი დღის ბოლომდე იგულისხმება, უნდა ოფიციალურად გასცეს პასუხი, თუ ეს პასუხი არ იქნება გაცემული აბდის მიერ, მაშინ ეს უარს ნიშნავს, რაც გამოიწვევს შეიარაღებული კონფლიქტის გაგრძელებას. ეს ხდება 10 საათის წინ. დაახლოებით იგივე პერიოდში სირიის დემოკრატიული ძალები, ესე იგი, აცხადებენ, რომ ქურთულ ახალგაზრდობას სირიიდან, ერაყიდან და ევროპიდან, თურქეთიც იგულისხმება, არ ითქვა როგორც ჩანს, მოუწოდებენ, რომ ჩამოვიდნენ აქ და დაეხმარონ, მხარი დაუჭირონ ქურთულ ძალებს აქ, აი ამ ბრძოლაში საკუთარი წინააღმდეგობის, ოკუპანტების წინააღმდეგო პრინციპში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კობანის მიმართულებით, სადაც 2015 წელს ISIS-ის წინააღმდეგ კობანი ესე მტკიცედ დადგა თავის დროზე, ხალხი არის გამოსული და ქურთები და ითხოვენ მოქალაქეებს, რომ მზად იყვნენ ბრძოლისთვის კობანის დასაცავად. განახებთ ამ კადრებს, საინტერესო კადრებია. ხედავთ, რომ აქ ქალებიც არიან შეიარაღებული და თავად ვიც გამოდის სიტყვით ქალია, ანუ ქურთებს ეს აქვთ რეალურად და ქალებიც თანაბრად იღებენ მონაწილეობას შეიარაღებულ აი ამ კონფლიქტებში. გარდა ამისა, რაც უნდა გითხრათ ასევე მნიშვნელოვანი, რომ დაახლოებით ცენტრალურ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ 90 ISIS-ის წევრი დავაკავეთო, თუმცა ათასობით თუ გამოუშვეს და 90 დააკავეს, ხო საინტერესოა, ანუ ეს ტრამპის აი ამ განცხადებასთან კავშირში არის, რომ ISIS-ის წევრებთან ბრძოლა უნდა გავაგრძელოთო, მაგრამ რეალურად შარაას თვლად არ სურს ISIS-ის წევრებთან იცით ბრძოლის გაგრძელება და მას როგორც ჩანს, გარკვეულწილად უნდა დაბრალება ქურთებზე, რომ ქურთების გამო ეს ISIS-ის წევრები გამოვიდნენ, მაგრამ რეალურად ამის განხორციელებელი იქნება ცხადია შარაას ხელისუფლება. განახებთ აქ ერაყის ტერიტორიაზე ასევე პროტესტი, რომელიც დუჰოკში მიდის, როგორ გამოიყურება. ამავდროულად გეტყვით, რომ ახალი კადრებია 1 საათის წინ რაც გამოჩნდა, არის თავად ჰასაკას მიმართულებით და აქ ხედავ ძალიან საინტერესო რამეს. ნახეთ. ეს არის ქურთების მიერ გავრცელებული კადრები, ანუ ქურთების ცენტრალური ხელისუფლების ძალები დრონს იყენებენ, რომელსაც აი რაღაც ნაღმი აქვს დაახლოებით როგორც ხვდები და ამ დრონს იყენებენ მანქანის წინააღმდეგ სირიის ცენტრალური ხელისუფლების და დაახლოებით ის რაც უკრაინაში იყენებენ ხოლმე ხშირად. ხო, ნახეთ ეს კადრები, ეს ხდება ალ-ჰასაკასთან. ამ მომენტისთვის მაზლუმ აბდი სავარაუდოდ დაბრუნებულია ალ-ჰასაკაში და რეალურად როგორც ჩანს ამ მომენტში დღის ბოლომდე იქნება მიღებული გადაწყვეტილება.
ეს გადაწყვეტილება ან იქნება დათანხმება და გახდება მაზლუმ აბდი მინისტრის მოადგილე თავდაცვის, ეს გარკვეული სტრუქტურები იქნება შენარჩუნებული, თუმცა მთლიანად იქნება აყვანილი კონტროლის ქვეშ სირიის ეს ტერიტორიაც და გარკვეული ავტონომია დასრულდება, ეს ავტონომიურობის ნებისმიერი საფრთხე სირიისთვის ან თურქეთისთვის დასრულდება. მეორე სცენარი არის ცოტა უფრო განსხვავებული და ეს ნიშნავს, რომ ბოლომდე მიიღებენ მონაწილეობას ბრძოლებში. მაგ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ სერიოზული ბრძოლები გაიმართება ალ-ჰასაკასთვის, შემდეგ შესაძლოა ქამიშლისთვის და ასევე კობანისთვის. ეს სამი მნიშვნელოვანი ქალაქი არის მათ მიერ დასახლებული. ასეთი ბრძოლების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სერიოზული ზიანი იქნება მიყენებული სამოქალაქო მოსახლეობას. საერთაშორისო მედიაში ეს თემა ნაკლებად ჩანს ზოგადად, ნაკლებად აღელვებს ვინმეს ეთყობა საერთაშორისო პრესაში, მედიაში ქურთების ბედი, იმედია უფრო მეტი იქნება ამაზე საუბარი, იმიტომ რომ არ შეიძლება ზოგ თემას ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ და ზოგ თემას საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება. ანუ რაღაც ბალანსი უნდა იყოს, ჩემი აზრით და ადამიანია, ყველა ეთნიკური ჯგუფი, ყველა რელიგიური, ყველა კონფლიქტს თავისი მნიშვნელობა აქვს, ასე რომ ესეც მნიშვნელოვანი მდგენელია. რა თქმა უნდა, ეხლა მთავარი კითხვა იმას უკავშირდება, რომ ცენტრალური ხელისუფლება როგორ მოიქცევა, იმიტომ რომ აქ ჩაბარებაზე არის საუბარი. თუ ეს ქურთები ჩაბარდებიან ქურთული ძალები ცენტრალურ ხელისუფლებას, მერე შარაას ეკდება შესაძლებლობა, რასაც უნდა იმას გააკეთებს. ეს უნდა გაიაზროს ყველამ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ გარანტიები, რომელსაც დღეს შარა აძლევს, რეალურად იქნება სრულად შესრულებული. არავინ იცის ეს. თუმცა არც მეორე საკითხი, ანუ მეორე გამოსავალი ბრძოლის გაგრძელების ჩანს მაინც და მაინც ოპტიმალური, იმიტომ რომ აი ეს ტერიტორიები ახლა ხელის გულზეა, ესე იგი, თურქეთის და თურქეთს შეუძლია აქ, რა თქმა უნდა, ისედაც ბევრი დრონი ჩანს თურქული, რომელსაც იყენებენ, ბაირაქტარ TB2, აკინჩი და ასე შემდეგ და შეუძლია თურქეთს ამ დრონების გამოყენება და პრაქტიკულად მისი შეიარაღებული ძალების გამოყენებაც და არ გაუჭირდება აი ამ ტერიტორიაზეც სამხედრო ოპერაციის წარმოება და სრულად აი ამ საკითხის მოგვარება. ამიტომ თემა და საკითხი რჩება ძალიან რთული. და ჩვენ თქვენთან ერთად დაველოდებით მოვლენათა განვითარებას და შეგატყობინებთ უკვე უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ ხვალ ან ზეგ ნათელი იქნება, როგორ წყდება ეს საკითხი და რა მიმართულებით საბოლოოდ გადაწყდება. ფიქრობ, რომ საინტერესო იყო ეს მიმოხილვა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და შევხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.